Obrundit, როგორც დაგპირდით, ჩვენ შემოგვიერთდა ჩვენი სპეცრეპორტიორი დაჩი იჩუაიძე, გუშინ დავიწყეთ ირაკლი ჩარტვიანის კონცერტზე საუბარი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო გადმოვიდეთ დღეს და დღეს გავაგრძელოთ. მოგესალმებით. სალამები მაყურებელს. ვიყავი კონცერტზე. ვიყავი კონცერტზე. ნახე კონცერტი. ფირიც მზად არის, ნახე ჰოლოგრამა. მოკლედ, ბევრი სიურპრიზები იყო, ზოგი ნაკლებად სახარბიელო, ზოგი რა თქმა უნდა, ძალიან კარგი. ამ ყველაფერს ნახავთ ახლა ჩემს მიერ დამონტაჟებულ მასალაში და მეგონი პირდაპირ შეგვიძლია რომ ჩავრთოთ ფირი. ჩავრთოთ. ნიაზ დიასამიძემ გახსნა ეს კონცერტი. თუ სწორად მახსოვს 20-მდე შემსრულებელი მონაწილეობდა ამ კონცერტზე, საკმაოდ დატვირთული იყო კომპოზიციებით. ქრონოლოგიურად მივყვებით, ეხლა რა თქმა უნდა, ყველა შემსრულებელი ვერ ჩავსვით ამ მასალაში საეთერო დროის სიმცირიდან გამომდინარე, თუმცა გამორჩეული მომენტები ნამდვილად მოხდა. ვაკის პარკი. ვაკის პარკი. დაჩი სცენაზე იყო ფაქტურად ორი სცენა, ხო? ორი სცენა იყო, მონაწილეობით უკრავდნენ ჯგუფები და კი, როდესაც ერთი ჯგუფი უკრავდა, უკვე მეორე ჯგუფი ემზადებოდა შემსრულებელი და მსგავსი რაღაცა მე მგონი საკონცერტო სცენაზე საქართველოში არ გაგაცნობთ და ამიტომ არის მისასალმებული თან როცა 20 ჯგუფი უკრავს. საკმაოდ დატვირთული იყო. დატვირთულია და კუნფუ ჯანკის გამოსვლა არ შემიძლია რომ არ აღნიშნო აქ, იმიტომ რომ ეს არის საოცარი კომპოზიციის, საოცარი გადაათავისეს. გვარდიას ვისმენთ ახლა ჩვენ და ნამდვილად აღნიშნვის ღირსია. ყველაზე საინტერესო არის თავის ფილტრში როგორ ატარებენ ეს არტისტები, რა თქმა უნდა, ამ სიმღერებს. ზუსტად ეს არის. ნიკა კოჩაროვი, ევროვიზიისკენ მიმავალი ადამიანი, შეიძლება ესე ვთქვათ. ვუდენ მანკი, რა თქმა უნდა, ნიკას მიერ შესრულებული ვუდენ მანკი უკვე ძალიან კარგად ვიცით და არც ამჯერად არ დამწყვეტებული. ტრიბიუტ დისკზე გამოვიდა ეს სიმღერა. რა თქმა უნდა, ამ სიმღერების უმეტესობა პირველად მოვისმინე. ნიკა კოჩაროვის გონია უკვე სიმღერა. ლაუდსპიკერსი ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ბევრისთვის საყვარელი და ბენდია. აქედანვე მოვიკითხავ ლევანს, ეხლა თუ გვიყურებს, ლევანი და მე ერთ პერიოდი ერთად უკრავდეთ და რაც თავარია, მინსი, ჩემი ფავორიტი ბენდი ამ კონცერტიდან და ნუ ალბათ ძალიან ბევრი ადამიანისაც ვინც უსმენს და ვინც მოусმინა მათ მიერ შესრულებულ ამ კომპოზიციას, იმიტომ რომ ნამდვილად ყველაფერი გამორჩეული და ყველაფერი ძალიან დახვეწილი იყო ამ კომპოზიციაში, რაც უდავოდ ჯგუფის პროფესიონალიზმზე მეტყველებს და ამ ყველაფერს პრინციპში ვისმენთ და ვხედავთ. აქტიური ესმენდი პრინციპში ყველა ღონისძიებაზე. ბოლო დროს განსაკუთრებით, ბოლო წლებში. გელა ჩარკვიანი დაუწევა აუცილებლად მიუძღვრა მას და დავიწყე წერა. ეს ჩემს უკან მისი პორტრეტი იყო, როცა ვწერდი და ისე მეჩვენებოდა თქოს ის წარმაყოფ. იმიტომ ძალიან ჩქარა დავწერე ეს ყველაფერი. მას შეასრულა რამოდენიმე პატარა ხო 20,000 მოვიდა საერთიანა ირაკლის 20,000 შეასრულა ნაწილი, ხო? ნაწილი კი. ტრიპტის ეძახის ასევე ჯგუფი Window, ასევე ჩემი ფავორიტი ბენდი ამ კონცერტიდან. მათაც Wooden Monkey შეასრულეს, ეს არის ზუსტად აღსანიშნავი, რომ ამ კონცერტზე ორჯერ შესრულდა Wooden Monkey, ლოლიტების და Window-ის შესრულებით, ორივე აბსოლუტურად. არტად მოარწერდა ესე. ორივე აბსოლუტურად დახვეწილი და ძალიან ლამაზი კომპოზიციაა და ამ შემთხვევაში უკმაყოფილო ნამდვილად ვერ დარჩებოდი ვერც მე და ვერც მსმენელი. როგორც ვიცი, DVD-ის გამოცემას აპირებენ, ხო, ამ კონცერტზე შეიძლება სხვასაც ნახოთ, ვერ დაესწრო. სავსე იყო დარბაზი, როგორც დარბაზი სულ სავსე იყო. რობი, ყველასთვის საყვარელი რობი კუხიანიძე, თავისი ენერგიული მოძრაობებით და დაანთო ნამდვილად ცეცხლი. ხედავთ, რაც
ნობი ფორმაში. კი, ნობი ყოველთვის ფორმაში. კეთათოს ნამდვილად არ ჭირდება ამ შემთხვევაში ჩემი კომენტირება, იმიტომ რომ ნამდვილად კომენტარი შეიძლება ამას არის ხურება და მოსმენა. და ის ჰოლოგრამაც, რომელსაც ამდენი ხანი ვემოდით. რა თქმა უნდა, იყო პატარა პრობლემები ჰოლოგრამასთან დაკავშირებით, თავიდან ჩაერთო ვიზუალური გამოსახულება იყო მხოლოდ ხმა არის მოდა. და შემდეგ გამოსწორდა ეს ხარვეზი, თავიდან გაუშვეს და შემდეგ უკვე გაცოცხლდა. პირველ ჯერს შეიძლება ვაპატიოთ ორგანიზატორებს. ნამდვილად, იმიტომ რომ ესეთი რამე ჩვენთან მანამდე არ მოხდარა, მსოფლიოში არის ამის პრეცედენტები, რა თქმა უნდა, ჩვენთან არ მოხდარა და ამიტომ პრინციპში ბევრისთვის მართლა დაჩი როგორ იყო ეხლა ტექნიკურად შეიძლება კითხვა გაუცემელი იყო თქვა პირდაპირ და შეგეხედა თუ აი გვერდიდანაც არა, გვერდიდანაც ხედავდი, ანუ აბსოლუტურად აღქმადი იყო, თუმცა ტექნიკურად მაინც ახლა კი, ანუ ბოლომდე რეალურობის სტაბილურობას ბუნებრივია ეს ვერ დატოვდა, მაგრამ ნუ როგორც ხედავდი ხა ყოველ შემთხვევაში მასალაზე, ირაკლი აი ამ სახით გაცოცხლდა. ხო, Facebook-ზე ვკითხულობდი შემდეგ კომენტარებს იყო Facebook-ზე ვკითხულობდი რას? გამოხმაურებებს ამ კონცერტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამ ჰოლოგრამასთან რაც ვახსენეთ, ხო? აუდიო არ ახლდა. თავიდან აუდიო არ ახლდა. ნუ იყო უკმაყოფილება, მაგრამ გუშინ ისეთი ამავე ატყდა, ხო? რაღაც აპოკალიფტური სურათი დაიხატა და მე კი დაინგრა ყველაფერი. ხო, ჩვენ მაინც გვაქვს ხოლმე რომ ზედმეტად რაღაცებს ვაბრალებთ რაღაც. ხო, მაგრამ შეიძლება მეტი მოთხოვნა რაღაცნაირად ხარისხსაც აუმჯობესებდეს მომავალში. რა თქმა უნდა, პირველი პრეცედენტი იყო, პირველი ესეთი ტექნოლოგიური რაღაც მოხდა და რა თქმა უნდა დაიხვეწება თუ ამის მაგალითები გვექნება ხშირად. ამაზე ორი აზრი არ არის, უბრალოდ ესეთი რაღაცა ყოველთვის ხდება, რა თქმა უნდა, მოულოდნელობებისგან არავინ არ არის დაზღვეული. საერთო ჯამში კონცერტმა ნორმალურად ჩაიარა. იყო რამოდენიმე ჯგუფი, როგორც აღნიშნე, რომელიც პირადად მე ძალიან მომეწონა, მათ მიერ შესრულებული ირაკლის კომპოზიციები. საერთო ჯამში დადებითი შთაბეჭდილებები დამრჩა მე პირადად. ველოდებით ომარას ძაღლის ძეგლს ახლა ქალაქში. ომარას ძაღლის ჰოლოგრამას ჭირდა შემდეგ ძეგლს სადმე. ძეგლზე იყო მოთხოვნა და ომარას ძაღლს. და ბუიას ძეგლი. ბუიას კი. ბუიას ძეგლი. ან ბუიას მოგეწონა. დავფიქრეთ შეიძლება Facebook-ზე და კითხვა დავსვათ და ვნახოთ რა ფიქრობს მაყურებელი. სხვა შორს ომარას ძაღლზე არსებობს რაღაც ვერსია თუ რატო დაწერა და როგორ დაწერა ირაკლიმ ეს სიმღერა, რომელსაც შემდეგ შევეცდები რომ დავწეროს ყველაფერი და ისე შევთავაზოთ უკვე ჩვენ მაყურებელს და მკითხველს ესე შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ დაგვემატა ბლოგები დაგვემატა მოკლედ პირველი ხის საიტზე და ამის საშუალებაც იქნება რომ ბლოგები ვწეროთ ვისაც გვინდა ამის გაკეთება და მოვყვეთ ამბები. კი ბატონო, ნამდვილად. ნებისმიერ ჩვენთაგან შევიწყდა. ნებისმიერ ჩვენთაგან ვინც აქ მუშაობთ რა თქმა უნდა. გარე პირსას ალბათ. ალბათ. დავიწყოთ წერო. ორი მნიშვნელოვანი ამბავი გაიგო შემთხვევით ბლოგები და კიმ კარდაშიანის სიმამრი იყო. რომელი ჯობია? მამინაცვალი უკაცრავად. თვალებს არ უჯერებდია, თქვი რა სუპერ. რომელი ჯობია? თავარი ეგრე ბლოგები თუ კიმ კარდაშიანის? ჰა? ბახო. რას უცბად მიგნევი, რომელი უფრო მოგწონს? რომელი სიახლე? სიახლე ორივე გადასული. ორივე ხო, რა თქმა უნდა. შედარება შესაძლებელი აქვს. დავასრულოთ ხო გადაცემა გვაქვს? დასრულდა ამის ჩვენი საერთო დრო ასეა გემშვიდობებით ხვალამდე თქვენ კომუნიკატორს უყურებდით.